მთავრობის გადაწყვეტილება 4 ფეხა მეგობრების დასაცავად. 10 ჯიშის ძაღლის გამრავლებაზე მომდევნო 3 წლის განმავლობაში მორატორიუმი ცხადდება. აკრძალვა ძალაში შედის 1 ივლისიდან, დარღვევის შემთხვევაში ფიზიკურ და იურიდიული პირები 10,000 ლარით დაჯარიმდებიან. გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად მისაღები იყო ამაში დარწმუნდებით იმ ისტორიების მოსმენის შემდეგ, რომელსაც ხატი აიობიძემ ერთ რეპორტაჟში მოუყარა თავი. უმძიმესი კადრები და ფოტომასალა მოაგროვეთ მთელი საქართველოდან. რეალობა საკმაოდ მძიმეა. მიტოვებული ძაღლების რიცხვი დედაქალაქში ყოველდღიურად იზრდება. ბევრი მძიმე მდგომარეობაშია, მათგან ნაწილი ქუჩაში დაიბადა, ნაწილი ადამიანებმა სახლიდან გააძევეს. ასეთ სურათს საქართველოს არაერთ ქალაქში და შემოგარენში ნახავთ. კანე-კორსოს ჯიშის ძაღლებს დასახლებული პუნქტების გარეუბნებში ან ცენტრალური გზიდან მოშორებით ხშირად ტოვებენ, საკვებისა და წყლის გარეშე. ყოფილა შემთხვევები, რომ ტყე მირბენია, დრონი დამიქირავებია, რომ სხვის მიერ გაგდებული საცოდავი ეს კანე-კორსო ამეყვანა, გადამერჩინა და ოჯახი მეჩუქებინა. რა გჭირს მაგ სახეს, რა მოგივიდა? ფოტო და ვიდეო მასალა დარიკო გოგებაშვილმა მოგვაწოდა. კანე-კორსოს ჯიშის მიტოვებულ ძაღლებზე ის წლებია ზრუნავს. გვიყვება, რომ მათ უმრავლესობას დაზიანებები და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. ამის შესახებ პოსტებს და ფოტოებს ხშირად შეხვდებით სოციალურ ქსელებშიც. ვარაუდობს, რომ 4 ფეხა მეგობრებს ქუჩაში უმეტესწილად სწორედ ამიტომ ტოვებენ. მაგალითად დაავადდა. ახლა კორსო რომელიც ჩამოყენეს სარკომა, ვენერიული სარკომა აქვს და სჭირდება განკურნება. ყოლქონიათ ლეიშმანიოზი ბევრ კორსოს, კანის დაავადებები. ანუ ძირითადად ეს ხდება იმის გამო, რომ თვითონ პატრონი არ უვიდა. იპოვა, გადაარჩინა უმკურნალა და გააშვილა 400 კანე-კორსო. ახლა ამ ჯიშის 8 მიუსაფარი ძაღლისთვის ეძებს ერთგულ და მზრუნველ პატრონს. მანამდე თავშესაფარში ყოველდღე აკითხავს, მიაქვს მედიკამენტები და საკვები. ხო რაღაცაშია პრობლემა, რომ ეს ამდენი კორსო რატოა ქუჩაში. მარტო კორსო კი არა, ძალიან ბევრი ჯიშიანი ძაღლია ქუჩაში. ესე იგი, ეს ფიქრობ ჩემმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ჯიშის პრობლემა არ არის. სამწუხაროდ ხალხს არ აქვს გააზრებული, რომ აღარ უნდა მოხდეს ამ ჯიშის გამრავლება, ესეთი ჯიშების, რომელიც ძალიან ბევრია ქუჩაში. ეს პიტბული სახლიდან მაშინ გამოაგდეს, როდესაც ლეკვები უნდა გაეჩინა. მოხალისეებმა სოციალური ქსელიდან ფოტოებით გაიგეს ძაღლის ამბავი. ჩავიდნენ თბილისიდან ბათუმში და დედა ლეკვებთან ერთად არასანქცირებულ ნაგავსაყრელზე იპოვეს. ჩამოიყვანეს თბილისში, ფასიან შემფარებელთან. შემდეგ მოიძიეს ოჯახები, რომლებმაც მიტოვებული ძაღლი და მისი ლეკვები შეიფარეს. სამწუხაროდ, ქუჩებში საკმაოდ ხშირად შევხვდებით რთულ მდგომარეობაში მყოფ პიტბულის ჯიშის ძაღლებსაც. ამის შესახებ არაერთი პოსტი და ფოტომასალა იძებნება სოციალურ ქსელებში. კინოლოგი ზვიად ჩიხლაძე ამ ჯიშის თავისებურებებზე, სპეციფიურობაზე და იმ მიზეზებზე გვესაუბრება, რის გამოც პიტბულები ხშირად ქუჩაში ხვდებიან. პიტბული არის ერთ-ერთი უნიკალური და ძალიან მაგარი ჯიში, როცა ვსაუბრობთ ნამდვილ პიტბულებზე, თორე ძირითადად ქუჩაში რაც ხვდება, ესენი არიან მეტისები, ესენი არ არიან სუფთა სისხლის პიტბულები და აქ კიდევ მე ვფიქრობ და ჩემი აზრით უფრო დიდ პრობლემას ქმნის გამოუცდელი პატრონები, ძალიან ხელმისაწვდომია ეს ჯიში, შეიძლება 200 და 300 ლარად ბაზარზე ლეკვი შეძენა. და ჩუქნიან 13-14 წლის ბავშვებს დაბადების დღეზე. როცა ეს ძაღლი ვითარდება არასწორად, შემდეგ ვიღებთ იმას, რომ აგრესია აქვთ ამ ძაღლებს, თქვათ ადამიანებზე. ძაღლმა დააზიანა ქუჩის ცხოვრება, რომელიც იყო აგრესიული. ეგეთი ჯიშის, რომელიც აკრძალულია.
მიუსაფარი ძაღლები ვეტერინარული კლინიკების ხშირი პაციენტები არიან. ხშირ შემთხვევაში მათ ერთდროულად რამდენიმე დაავადება აქვთ. ძალიან ბევრია კონკრეტულად რომელიმეს ვერ გამოვყოფდი, მაგრამ ყოფილან ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რადგან ეს ცხოველები სახლში იზრდებიან, მერე ქუჩაში ხდებიან, სტრესული გარემოა, მათ ფიზიკურად ძლიერები არიან, შეიძლება მოხდეს ჩხუბები სხვა ძაღლებთან დაზიანება, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, როცა ეს ძაღლები თქვათ მიატოვებენ გზაზე, მანქანა ეჯახება. ეს ძაღლები ანუ მრავალნაყოფიერებითაც გამოირჩევიან ზოგი და ამ ლეკვებს გასხვისებაში ცოტა უჭირთ ხალხს გონია რომ ბიზნესისთვის არის ეგ იაფად ყიდიან, მე ეს იაფად ვით შეიძლება არ აქვს იმდენი საშუალება თქვათ რომ მიხედოს მოუაროს ამ ცხოველს და ისევ ქუჩაში ხდება, ისევ ხდება ამ ცხოველების გამრავლება. გასულ კვირას მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელიც ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით მათ მოშენებაზე 3 წლიან მორატორიუმს ითვალისწინებს. ეს ჯიშებია: ამერიკული პიტბულ ტერიერი, ფილა ბრაზილეირო, სტაფორდშირის ტერიერი, არგენტინული დოგი, ტოსა ინუ, კანე კორსო, მალამუტი, ჰასკი, ლაიკა, სტაფორდშირის ბულ ტერიერი. იმ ჯიშებს შორის, რომელთა მოშენებაზეც 3 წლიანი მორატორიუმი გამოცხადდა, არის ციმბირული ჰასკი. სამწუხაროდ, ამ ჯიშის ძაღლებსაც საქართველოში მფლობელები ქუჩაში ხშირად ტოვებენ. ციმბირული ჰასკის ლიცენზირებული მომშენებელი ამბობს, რომ ამ შედეგების მიზეზი არაპროფესიონალების მიერ ჰასკების თვითნებურად გამრავლება და შემდეგ რეალიზაციაა. ჩვენ როგორც ეგეთი ოლთის ვაკონტროლ და ოლთის ვიბრძოდი იმას, რომ ლეკვი უნდა იყოს და ძაღლი უნდა იყოს დოკუმენტებით და ხო დოკუმენტის ძაღლს და ხო ძაღლსაშენს კონდეს უფლება იმისა, რომ ძაღლი იყოს გამოყვანილი და მოშენებული. პრობლემა რაც დღეს ჩვენ ხედავთ, არის იმის გამო, რომ არაკეთილსინდეში მომშენებლებმა შენეს როგორც უნდათ, რამდენის უნდათ 10 ნაყარი და მეტის. ჩვენთან გამოფენაზე ვერ მოხვდება თუ არ აქვს საგორო ნუსხა, თუ არ არის ჩიპირებული, ვერ მოხვდება. შესაბამისად ეს ადამიანი ქუჩაში ძაღლს არ გააკეთებს, როცა ის უყვარს, თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ რამხელა სითბოა, აი თვითონ ამ მომზადების დროს, როცა ვარცხნი, გრუმინგს როცა უკეთებ ძაღლს. ასე რომ ჩვენ ვაკონტროლებთ ჯიშიან ძაღლებს, მაგრამ არ ვარ პასუხისმგებელი ნებისმიერი ადამიანი გააგდებს თუ არ გააგდებს. ყველა ძაღლი უნდა იყოს ჩიპირებული და პასუხი რა მოეთხოვოს იმ ჩიპის პატრონს და ძაღლის პატრონს. სპეციალისტები ამბობენ, რომ არის ძაღლის ჯიშები, რომელთა მოშენება და გაწვრთნა განსაკუთრებით შრომატევადი, სპეციფიური და საპასუხისმგებლოა. იმდენად, რომ მხოლოდ მაღალი დონის პროფესიონალებს შეუძლიათ პროცესების სწორად მართვა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ეტაპამდე მივედი და დაგვჭირდა, რომ კანონის ძალით გავაკონტროლოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების გამრავლება თუ არ გამრავლება. წლების მერე მაგალითად, როცა ეს მორატორიუმი მოიხსნება, შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები ისევ, ვინც იციან ამ ჯიშების სწორად გამოყვანა მომრავლებას, ჩამოიყვანონ უცხოეთიდან ისევ კარგი გენეტიკის ძაღლები და სხვათა შორის ძალიან კარგი გააკეთა ეს სახელმწიფომ, რომ კერძო პირებს, ეს ფიზიკურ პირებს არ შეეძლება ძაღლების გამრავლება და თუ ლეკვი გვენდომება, მივალთ, ავიყვანთ. საშენში 3 წლიანი მორატორიუმი 1 ივლისიდან ამოქმედდება და ამ რღვევი კი 10,000 ლარით დაჯარიმდება. ამ რეგულაციამ ოთხფეხა მეგობრების ცხოვრება უნდა გაამარტივოს, ასევე ქუჩაში მათი მოხვედრის და ინციდენტების რისკებიც შეამციროს.